მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ამ საზოგადოებას. დღეს ჩვენ დღის წესრიგით გვაქვს ერთი საკითხი განსახილველი, თუმცა ამ საკითხის გარდა სარგებლობთ რა რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილებით ჩვენ ვამატებთ მეორე საკითხსაც და პრაქტიკულად გვაქვს უკვე ხელმოწერები მის შესახებ რო კომიტეტის წევრები არიან თანახმა მეორე საკითხის დამატების. კერძოდ პირველი საკითხი ეს არის საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციის განხილვა, რომელიც განხილვის დონეზე ინფორმაციის დონეზე მე თქვენ მოგაწვით და მეორე, რომელიც ხელმოწერებით იქნა დამატებული, გახლავთ უკვე დასკვნის პროექტის განხილვა, რომელიც ეხება ფრაქცია საქართველოსთვის რეგისტრაციის თაობაზე, როგორც მოგეხსენებათ, ეგრეთ წოდებული გახარიების იგივე პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლებმა, მათმა ხელმძღვანელმაც აღიარეს შეცდომად ის რომ ისინი არ სარგებლობდნენ პარლამენტში მათზე მონიჭებული მანდატით და დღეს მოხდა პრაქტიკულად მათი უფლებამოსილება ჩვენ ვცანით, თუმცა ისინი ფიზიკურად დღეს შემოვიდნენ პარლამენტში, შესაბამისად ქმნიან ფრაქციას დადგენილი წესით და ჩემს მიერ იქნება წარმოდგენილი დასკვნა, რომელსაც გაგაცნობთ და რომლის ხადაჭერის შემთხვევაშიც პარტიის წევრებს პარლამენტში ეყოლებათ ფრაქცია 10 კაციანის შემადგენლობით და ჩვენ უკვე საკითხებს კონკრეტულად განხილვის პირობებში მოგახსენებთ. ვინ არის მომხრე რომ ამ დღის წესრიგით ვიხელმძღვანელოთ? დიდი მადლობა. ასე იგი, პირველი საკითხი გახლავთ, როგორც უკვე გითხარით, ინფორმაცია. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელოვანი ჩვენ კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინფორმაციას განვიხილავთ. მე თქვენის ნებართვით მოკლედ ჩაგიკითხავთ ამ ინფორმაციას, რომელიც გექნება ცნობის სახით წარმოდგენილი. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტის 53 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად სისტემატურად როგორც მოგეხსენებათ შეისწავლის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ მონაცემებს, რის საფუძველზე დაამზადებს შესაბამის ინფორმაციას და რეგლამენტით განსაზღვრული პერიოდულობით წარუდგენს მას პარლამენტის ბიუროს. აღნიშნული ინფორმაციით და მონაცემების სრულყოფილად მომზადებისთვის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აღრიცხავს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებებს, რის საფუძველზეც ყოველთვიურად ამზადებს ინფორმაციას მიმდინარე და მომდევნო თვეში შესასრულებელი დავალებების შესახებ. პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლის მიზნით ჩვენი კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომიტეტებთან, რომელთანაც ყოველთვიურად ან საჭიროებისამებრ უგზავნის წერილობით შეხსენებებს მათ გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული კანონების გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალების შესრულების თაობაზე. მიმდინარე მოწვევაში პარლამენტის კანონების გარდამავალი დებულებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ მონაცემების შესწავლის მიზნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ სხვადასხვა კომიტეტებს გადაეგზავნა 47 შეხსენების წერილი. ამავე მოწვევის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გააკონტროლა პარლამენტის მიერ მიღებული 82 კანონით გათვალისწინებული 182 დავალება. ზემოაღნიშნული დავალების დიდი რაოდენობა შესრულებულია. კერძოდ მე-11 მოწვევაში შესრულებული 67 კანონით გათვალისწინებული 131 დავალება, ხოლო 15 კანონით გათვალისწინებული 51 დავალება შესრულების პროცესშია. რაც შეეხება კანონის გარდამავალი დებულებით განსაზღვრულ დავალებებს, იმ დავალებებს, რომელთა შესრულება დადგენილ ვადაში ვერ ხერხდება, აღნიშნულ დავალებებზე კომიტეტის მიერ კონტროლი გრძელდება სისტემატიურად. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მოგაწოდეთ თქვენ, მივაწოდეთ საზოგადოებას იმ მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს კომიტეტს გააჩნია ამ მხრივ. მეორე საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკულად მე უკვე მოგახსენეთ თქვენ, იყო აღიარება შეცდომისა ფრაქცია საქართველოსთვის იგივე გახარიების ეგრეთ წოდებული გახარიების პარტიის მიერ, მათი უფლებამოსილება იყო უკვე ცნობილი პარლამენტის მიერ, თუმცა პრაქტიკულად დღეს მოხდა მათი შემოსვლა პარლამენტში, შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით
მიხედვით მათ გააჩნიათ სრული უფლება მოითხოვონ ფრაქციის რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებენ. მე თქვენ ახლა გაგაცნობთ დასკვნის პროექტს ფრაქციის რეგისტრაციისთვის, რომელიც 10 კაცისგან იქნება შემდგარი და შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 22 ოქტომბერს კომიტეტის სტომაზე განიხილა ფრაქცია საქართველოს რეგისტრაციის თაობაზე შემოსული განცხადება თანდართული მასალები. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის 50 მუხლის მეორე პუნქტისა და 51 მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნებს. ამაშვილიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანს შეწუნილად მიაჩნია ფრაქცია საქართველოსთვის რეგისტრაცია, როგორც მოგახსენეთ, იქნება 10 კაციანი შემადგენლობა და მათი ხელმძღვანელი იქნება ბატონი შალვა კერესელიძე. ეს არის დღის წესრიგში არსებული საკითხები. პირველ საკითხთან დაკავშირებით ასევე თუ გაქვთ რაიმე კითხვა, რაც ინფორმაციას გულისხმობდა, ასევე მეორე საკითხი, ფრაქციის რეგისტრაცია პარტიისთვის საქართველოსთვის, კითხვების შემთხვევაში მზადვარ პასუხი გაგცეთ, თუ კი ასეთი არ არსებობს, ვთხოვთ მხარი დაუჭიროთ დასკვნის პროექტს, რომელიც ჩემს მიერ იქნა წარმოდგენილი. კითხვები არ არის, ვინ არის მომხრე მხარი დაუჭიროთ? მიღებულია ერთხმად. დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ასევე ჩვენ გეგმავთ ხვალ დილით 11 საათისთვის ჩავატაროთ საკომიტეტო მოსმენა, რომლის დღის წესრიგი იქნება შესაბამისი წესით ატვირთული და გაეცნობა საზოგადოებას. დიდი მადლობა.